კახპაკალაძის ოფისთან მის ბოტოქსიან ფოტოზე რუსული ოცნების მიწერის გამო დააკავეს მეგიდია სამიძე აქტივისტი 23 წლის გოგო და როგორ დააკავეს 7 პოლიციის მანქანა თურმე გადავიდა ამ მიკროავტობუსს იქიდან გადმოიყვანეს და ხელბორკილებით დადებული აი ამდენი საათის განმავლობაში ბათუმიდან თბილისამდე წამოიყვანეს აი წარმოიდგინეთ და მინდა ყველამ გაიაზროს არა მხოლოდ ჩვენმა მომხრეებმა არამედ ხოცებაც მინდა გაიაზრონ რის გამო ანუ კახპაკალაძის ბანერი რომელიც არის გაკრული და მაგაზე მიწერილი რაღაცის გამო რომელიც 2 წუთში თვითონვე წაშალეს აი ამის გამო მოაწყვეს სპეცოპერაცია 7 პოლიციის მანქანა გაუშვეს რაღაც 40 პოლიციელი გაუშვეს და ისე აიყვანეს აი ხო ხვდებით რა რეალობაში ვიმყოფებით ეს მინდა რომ უბრალოდ გაიაზროთ ამის აბსურდულობა რა და აი ამ გოგოს 23 წლის მეგის ჩვენს მეგობარს აი 5 წლამდე პატიმრობა შეიძლება მიუსაჯონ ამის გამო ამიტომ გეუბნებით, როდესაც ვლაპარაკობთ უსამართლობაზე, არის უსამართლობა ზუსტად ეს რა. ეხლა ვიღაცები იქიდან მხრიდანაც დააკავეს, რომელსაც დარწმუნებული ვარ, გირაოსთი გაუშვებენ და აქეთ მაქსიმალურად ეცდებიან ეს ადამიანები, რომ დაიჭირონ რა. ეს არის დაშინების ჩვეულებრივი მცდელობა არის რა. ხო და რა ვიცი, ნორმალური ქვეყნის აშენება რო გინდოდათ ქოცებო და რაღაც სამართლიანობას რო ითხოვდით, ეს არის თქვენი სამართლიანობა, აი ესე უნდა აკავებდნენ ადამიანებს, ამ მიზეზით უნდა აკავებდნენ, მინდა რომ აი ცოტა მაინც დაფიქრდეთ ამაზე და დღეს 7 საათზე არის მეგის მხარდამჭერი აქცია ფილარმონიასთან და მინდა რომ გამოგვიდეთ ყველა ჩვენი თანამოაზრეები, ჩვენი მეგობრები, მებრძოლები, იმიტომ რომ არ შეიძლება გვერდში არ დაუდგეთ ჩვენს თანამებრძოლს და არ შეიძლება რუსული რეჟიმის წინააღმდეგ რომ ჩუმად ვიყოთ.